უკრაინა კონტრშეტევას განაგრძობს, მათ გასულ ღამეს რუსეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქში დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში ოკუპანტების პოზიციები და დისლოკაციის ადგილები დაბრუნდეს. ვაგრძელებთ მუშაობას. ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს, რომელმაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შატდაუნი დაასრულა. შატდაუნმა ამერიკაში არაერთი პრობლემა გამოიწვია, მათ შორის გაუქმდა ასობით საჰაერო რეისი. ამერიკის მოქალაქეები ანაზღაურებას ვეღარ იღებდნენ და სამსახურში აღარ დადიოდნენ. საქართველოს ორი ძალის, რუსეთისა და რუსეთ-ჩინეთის მარიონეტი ქართული ოცნების მიერ არის ოკუპირებული, ასე ეხმაურება ჯო უილსონი სამოქალაქო აქტივისტების მიერ ანაკლიაში სანაპიროსთან გაკეთებულ 380 მეტრიან წარწერას მეგობარი აქტი. ტრამპის მდობით აღჭურვილი რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს, რომ ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობა ურყევია. მეგობარი აქტის მიღება კი ამ სიმართლის დასტური იქნებოდა. სიმბოლური პერფორმანსით მოქალაქეებმა ტრამპის ადმინისტრაციას სწორედ მეგობარი აქტის კანონად ქცევისკენ მოუწოდეს. ოჯახში ძალადობის ფაქტი გარდაბანში 50 წლამდე კაცმა 35 წლის ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ცხოვრების სამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა. ბრალდებული დაკავებულია და მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.